ქალი მამაკაცს პატიობს სიუხეშეს ვულგრილობას და ზოგი ქალი ღალაცაც კი პატიობს, მაგრამ ჩასვლას არც ერთი ქალი არ გაპატიებს, იმიტომ რომ ის შენ მამაკაცად აღარ აღგიქვამს. ქალი აპატიებს აი იმ ვიღაც არაფრის მაქნის ნაძირალა მამაკაცს რომ ეძახიან, აპატიებს ბოროტ მამაკაცს, აპატიებს ეგოისტ ფეხებზე მკიდია ტიპს, მაგრამ მიჩმორებულს და ჩასვლილს არასდროს არ აპატიებს და ეს კარგად უნდა გაიაზრო და დაიმახსოვრო. რა თქმა უნდა მე იმას არ ვამბობ რომ ცუდი ბიჭი უნდა იყო. არა, შენ აზრს სწორად უნდა ჩართვდე. უბრალოდ არ უნდა ჩაისვარო. თუ ქალს დაშორებაზე ერთი სიტყვა მაინც წამოწდა, მორჩა. ამის შემდეგ შენ დაშორებისთვის ხელის შეშლა აღარ უნდა ეცადო. ნებისმიერი შენი მცდელობა რომ ქალს რაღაცები აუხსნა, არგუმენტები მოუყვანო, ყველაფერი თავის ადგილზე რომ დაალაგო. არა მხოლოდ ფუჭია, არამედ მავნეც კი არის. როდესაც შენი აწი უკვე ყოფილი ქალისთვის რაღაცების ახსნას ცდილობ, არგუმენტები მოყავს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობ, ეგ ყველაფერი არ იქნება როგორც წაგებული კაცის ისტერიკა. თუნდაც რაღაც უტყუარ მტკიცებულებებს უდებდე რომ აგერ შეხედე მე მართალი კაცი ვარ და შენ ყოფილხარ მატყუარავ, მაინც კაპასი ქალივით გამოიყურები. იმიტომ რომ შენ ამ ყველაფერს იმის შემდეგ აკეთებ რაც მან გითხრა აღარ მინდიხარ. დაახვიე, შორდებითო. მან უკვე პანჩური ამოგარტყა და მან სალაპარაკო აღარაფერია. კარგად დაიმახსოვრე. თუ ქალს დაშორებაზე ერთი სიტყვა მაინც წამოწდა, ან ტელეფონზე საუბრისას თუ გითხრა აღარასდროს დამირეკო და ყურმილი თუ გაგითიშა, შემდეგ უკვე მასთან ნებისმიერი ტიპის დიალოგის გამართვა მხოლოდ დაჩოქილს შეგიძლია. რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა უხსნა, რაც არ უნდა აკეთო, მაინც ჩაკეცილი ხარ. გინდ პირდაპირ ხვეწნა დაუწყო, გინდ ღრიალი, ჩხუბი დააკეთა ადანაშაულო, მაინც ჩაკეცილი ხარ. თუ ქალმა უკვე მოასწრო და გითხრა შორდებითო, შენ უკვე აღარ გაქვს ისეთი ვარიაცია რომ აკეთ დაადო მას. მასეთ ვითარებაში ერთადერთი სწორი ვარიანტი რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის უჩუმრად და ყველანაირი ზედმეტი მოძრაობის გარეშე მისი დატოვება და წასვლა. თუ შენ ქალის დაკარგვი შიში გამოძრავებს და თუ ცდილობ რომ თავი შეაცოდო, ახლა მაინც დაფიქრდი. შიშა რა და საწოდავი კაცი ვის რა ჩემს ფეხებად სჭირდება. უბრალოდ მაგ მატრიციდან უნდა გამოხვიდე და უნდა გამოფხიზლდე. ყველა ის სტრატეგია რაც აქამდე გქონდა მოსმენილი, არის მცდარი და პრაქტიკაში არ მუშაობს. იმიტომ რომ რეალობა ის არის რომ თუ შენ ეს ყველაფერი აკეთე, შენ უკვე ქალთან ჩასვლილი ხარ და სუნი აგდის და იმის ნაცვლად რომ ჩასვლილმა და აკროლებულმა ქალს სდიო, სჯობს ეგ შარვალი გამოიცვალო.